მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინქლაძე ვარ. უღერთი საათია ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მიმდინარეობს. აბიტურიენტთა მეორე ნაკადისთვის კი გამოცდა 3 საათზე დაიწყება. წელს უმაღლეს სასწავლებელში მოხდრის სურვილი 43,000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა. დედაქალაქის ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში დილიდან იმყოფებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. გივი მიქანაძემ ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება. ვაბარებ ჯავახიშვილში ბიზნესის ადმინისტრირებაზე და დიდი იმედი მაქვს რომ მივაღწევ წარმატებას და მოხვდები სადაც მინდა. ცოტა ნერვიულობ, მაგრამ მაინც მჯერა ჩემი თავის და მგონია რომ ჩავაბარებ და მივაღწევ მიზანსაც და უფასო სწავლა კი არის მართლა ძალიან დიდი მიღწევა. ცოტათი კი ნერვიულობ, ეხლა წესით არ უნდა გამიჭირდეს, მაინც ქართული ენა რთული არ არის, ეხლა ჩვენი ენა არის და VTU-ში ვაპირებ ჩაბარებას პროგრამირება მინდა ზოგადად და წესით კარგად დავწერო, მოვხდე მანდ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში გაწია ინტენსიური სამუშაო იმისთვის, რომ გამოცდები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ აბიტურიენტები, რომლებიც აბარებენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, წარმატების შემთხვევაში და კიდევ ერთხელ მინდა თვითონ მათგანს წარმატება უსურვო, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები ისწავლიან უფასოდ, რის შესახებაც მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში. წარმატებას უსურვებს აბიტურიენტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა, მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და საუკეთესო შედეგების მიღწევას. წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. უზბეკეთის პრეზიდენტს ელოდებიან დღეს თბილისში. შავკატ მირზოევის ოფიციალურ დახოდრის ცერემონია საღამოს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგება. გაიმართება ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. ოფიციალური ინფორმაციით ლიდერები ორმხრივ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ. ეს უზბეკეთის უმაღლესი რანგის ლიდერის პირველი ვიზიტია საქართველოში. აქვე შეგახსენებთ, რომ შავკატ მირზოევის ჩამოსვლას წინ უძღოდა თბილისში ბიზნეს ფორუმის გამართვაც, რომელშიც 70-ზე მეტი უზბეკური კომპანია მონაწილეობდა. კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. ლაშა მაღრაძემ აქცენტი საერთაშორისო გამოწვევებზე, ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და საქართველოს კონტრტერორისტულ სტრატეგიაზე გაამახვილა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ეფექტიანი მუშაობის შედეგად ბოლო 15 წელია ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტი არ განხორციელებულა. სუსის მაღალჩინოსანმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ ქვეყანა მყარად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და ამჟამად მესამე ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიას ამუშავებს. საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ტერორისტული ორგანიზაციები ცდილობენ საკუთარი საქმიანობის ადაპტაცია მოახდინონ ახალ რეალობასთან. ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აცნობიერებს საერთაშორისო ტერორიზმიდან და მისი ახალი ფორმებიდან მომდინარე საფრთხეს. შესაბამისად, საქართველოს აქტიურად თანამშრომლობს რელევანტურ საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან და გლობალურ პარტნიორებთან. საქართველოს ახორციელებს ყველა საჭირო ზომას სახელმწიფოს ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ტერორიზმის გავრცელების ხელშემწყობი პირობების აღმოსაფრთხვლად. შედეგად მნიშვნელოვნად გაზრდილია ქვეყნის მდგრადობა და შესაძლებლობები ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რაც მუდმივად არის ხაზგასმული საქართველოს შესახებ შესაბამის საერთაშორისო ანგარიშებში. სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურების ეფექტიანი საქმიანობის შედეგად ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა ტერორისტული აქტები, მაქსიმალურად შემცირებულია ქვეყნის ტრანზიტული მიზნით და სარეაბილიტაციო ზონებად გამოყენების რისკი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2026 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დააკავა 7 პირი, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქართველოს განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებისა და მანივალის რეკომენდაციების იმპლემენტაციას, რაც ტერორიზმის დაფინანსებას
დაფინანსების იდენტიფიცირებაზე მუშაობას და ქვეყანაში შემოსულ საეჭვო თანხებზე კონტროლს უზრუნველყოფს. ნებისმიერი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არსებობა. საქართველოს დაწყებული აქვს მუშაობა ახალი რიგით მესამე ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება გაეროს გლობალურ კონტრტერორისტულ სტრატეგიასთან და მის 4 ძირითად მდგენელთან. გაეროს გენერალური ასამბლეის კონტრტერორისტული კვირეული უკვე დასრულებულია. ამ პერიოდის განმავლობაში ნიუ-იორკში გამართული შეხვედრები შეაჯამა ლაშა მაღრაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს კვირეულის ორგანიზებისა და აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. Onda შესაძლებლობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის გამეზიარებინა ინფორმაცია თუ რა ღონისძიებს ახორციელებს საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ამავდროულად გამოგხადა მზაობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. გარდა ამისა, გქონდა შესაძლებლობა მიგვეღო ინფორმაცია თუ როგორია საერთაშორისო გამოცდილება და რა აქტივობებს ახორციელებს სხვა ქვეყნები აღნიშნული საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლოდ. დღეს საქართველოს მუშაობს კონტრტერორისტული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახილებაზე. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. გიგავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი გიორგი მალანია ბრალის წარდგენის მოლოდინშია, რის შემდეგაც მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო ემსჯელებს. მალანია მეექვსე ბრალდებულია, რომელიც ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დააპატიმრეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედაება, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მალანია პოლიციელებმა ბრალდებული სახით გურიაში აიყვანეს. ის მერაბ მალანიას ვაჟია, რომელიც 2016-2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ელენე ხოშტარია ვივა მედიშია კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი მსჯავრდებული პოლიტიკოსი კლინიკაში გუშინ დღის ბოლოს გადაიყვანეს. ხოშტარია სამედიცინო კვლევები მისი მკურნალი ექიმების მეთვალყურეობით ჩაუტარდება. ვივა მედის კლინიკური დირექტორი განმარტავს, რომ საავადმყოფო ამ შემთხვევაში პაციენტს მხოლოდ ინფრასტრუქტურას უთმობს და მკურნალობის მიმართულებას მისი პირადი ექიმი განსაზღვრავს. ხოშტარიას ციხიდან ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულის ექიმებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. კადრებს ვერ მოგითხარით, კაცი მეთქი. შევხვდით ვივა მედის კლინიკურ დირექტორს, რომელთანაც ვისაუბრეთ ელენეს დიაგნოზის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გავაცანით ჩვენი მოსაზრებები, შევთანხმდით თანამშრომლობაზე პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, შეიძლება ითქვას, რომ იგივეა, რაც გუშინ წინ ვნახეთ ჩვენ ციხის პირობებში და ვიმედოვნებთ, რომ აი ამ ურთიერთთანამშრომლობის პროცესში ჩვენს კოლეგებთან ერთად შევძლებთ, რომ ელენეს დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ. მას ეყოლება ესე მკურნალი ექიმი. შესაბამისად, კლინიკა ვივა მედი უზრუნველყოფს ყველა იმ კვლევების, ლაბორატორიული კვლევების, ინსტრუმენტალური კვლევების ჩატარებას, რასაც ჩათვლიან საჭიროდ მისი მკურნალი ექიმები. ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ბრალდებები კვლავ ისმის ნიკა გილაურისა და კოალიცია ცვლილებების მისამართით. ამის პარალელურად კრიტიკულ მოსაზრებებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოთქვამენ ფედერალისტები, რომლებიც თვლიან, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი პარტია დაღუპა და შესაძლოა საერთო პოლიტიკური პროცესიც დააზიანოს. ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან მართლ გუნდშიც. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციას არ აღელვებს ამორჩევლის აზრი და გარე ძალებზე ამახვილებენ ყურადღებას. ელენეს პოსტი გულწრფელად რო გითხრათ, იყო ძალიან არაგულწრფელი. რეალურად ეს პოსტი გავდა თავის მართლებას გილაურთან დაკავშირებით. მრავალი უარყოფის შემდეგ, რასაც კოალიცია მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა. რეალურად ეხა თქვენს ღიათ, რომ ხო გილაური შემოსული იყო ამ პროცესებში. როდესაც ნიკა მელიას მთელი რიტორიკა ნაციონალურ მოძრაობაზე ის იყო, რომ ყეზერაშვილს ოლიგარქობას აბრალებდა და ნაციონალურ მოძრაობას და ასე შემდეგ, ანუ ძალიან არასამართლიანი იყო, მათ შორის ყეზერაშვილთან მიმართებაშიც, როდესაც ყეზერაშვილიც კოალიცია ახლებთან თანამშრომლობდა და ბევრ რაღაცაში ეხმარებოდა. ხო, არის ტიპური უკბილო ავტოკრატია. ტიპური უკბილო ავტოკრატია. ანუ სადაც მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი იძახის იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მიშა და ხუთიანი არის მხოლოდ მიშა. ეგეთი რამე წარმოუდგენელია. სააკაშვილი ყვირეს, რომ წესებს მას თავზე ვერავინ მოახვევს, რომ კოალიცია დიდი ბოროტებაა, რომ ან ის უნდა იყოს, ან არავინ. 200 კაციანი აქციის მოწყობა არ შეუძლია საკუთარი თავისთვის. თვითონ დაღუპა თავისი პარტია, ხო? და
პრობლემა იმაშია, რომ დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროცესი დაუყოს. ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგს და სპექტრს აქვს ერთი ძალიან დიდი მინუსი და ძალიან დიდი პრობლემა, რაც სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებულ დაპირისპირებებში კარგად ჩანს. ეს არის ის, რომ მათ პულსზე მოსახლეობის საკუთარი ამორჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი. და მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ფიქრობს საკუთარი ამორჩეველი. მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი დამკვეთი, ასე ვთქვათ, ეს არის უცხოეთი, მათი უცხოური მფარველები, რომელთა დავალების მიხედვით მოქმედებენ. სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თბილისის უსინათლო და მცირე მხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს უმასპინძლა. GMS-ame სტუმრებს გაესაუბრა დალოცა და საჩუქრად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო ჯვრები გადასცა. ყოშუყმა პატრიარქს ლექსები წაუკითხეს, შეხვედრის დასასრულს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ღვთისმიერი და წარმატებული ცხოვრება მინდა გისურვოთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და თქვენთან ვართ ყველანაირად, თქვენ გვერდში გვიგულეთ ასევე, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, ბავშვებო, რომ ღმერთს უყვარხართ თქვენ ყველაზე მეტად. ეს უნდა გახსოვდეთ ყოველთვის. ძალიან უყვარხართ უფალს და ძალიან ისმენს თქვენს ლოცვებს და თქვენს სიტყვებს. ამიტომ უნდა ილოცოთ თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის და ჩვენთვისაც. სკოლაში 44 მოსწავლეა ამ ეტაპზე და მოსწავლეები არიან მცირე მხედველები, უსინათლოები, ზოგი მრავლობის დარღვევის მქონე მოსწავლე ამავდროულად უმასპინძლა პატრიარქმა და დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ორგანიზატორს, ვინც დაორგანიზა ჩვენი აქ სკოლაში მოსვლა, რა თქმა უნდა მის უწმინდესობას. ძალიან კარგი იყო, ძალიან ბედნიერება იყო, იმიტომ რომ ჯვრები გვაჩუქა, დაგულოცა კიდევაც მადლობა მას ამისთვის. ბრაზილიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უმასპინძლა. დედაქალაქის ეროვნულ თეატრში გამართულ საზეიმო მიღებაზე მაყურებლის წინაშე ანსამბლი რუსთავი წარსდგა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე ქვეყნის საელჩოს დახმარებით შედგა, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული ტურნე სამხრეთ ამერიკაში გრძელდება, ანსამბლი მომდევნო კონცერტს დღეს უკვე რიო-დე-ჟანეიროში გამართავს. გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება და ანსამბლ რუსთავის კონცერტი. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება იქნება ჩვენი მომავალი თანამშრომლობის საწინდარი და სულ მალე უფრო ფართო მასშტაბით, უფრო ფართო სპექტრით ვიქნებით წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. ანსამბლ რუსთავისთვის განსაკუთრებული დღეა. პირველად ვიმყოფებით ბრაზილიაში, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ბრაზილიაში, რომელთა დახმარებითა და ორგანიზებით ჩატარდა ეს კონცერტი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბრაზილიელი ხალხის მხრიდან მიღება და მათი თბილი აპლოდისმენტები. კურიერი 10 საათზე ამით დასრულებულია.